Სამებით ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო, ახლა მე თქვენ გთავაზობთ ისმაილ პერესის მორიგ ვიდეოს თემით გალაქტიკური ალიანსის ჩარევა და ცეცხლის და ესკალაციის თავიდან აცილება, ანუ კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილება. რუსულენოვანი ეს ვიდეო ატვირთულია 10 აპრილს. სიტუაცია ჩვენ პლანეტაზე იძაბება და საქმე მივიდა იქამდეო, რომ არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები ლაპარაკობენ იმაზე, რომ საკმარისიაო და ყველაფერს მიუხედავად იმ მოვლენებისა, რაც ხდება გარშემო, ქვეყნების მმართველები ისევე იქცევენ, როგორც იქცეოდნენ ადრე. მინდა წაგიკითხოთო გზავნილი ვალენტიან ტორისაგანო, ალიანსის მეთაურისაგანო. მეგობრებო, ეს გამოშვება არისო უჩვეულო გამოშვება, რადგან ჩვენ ცხოვრობთ ისტორიის საწინასწარ მეტყველო დროში. ბევრი ამ დროს, ამ პერიოდს, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, უწოდეს ბიბლიურს. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა ხდება ამ მომენტში. ჩვენ აგრეთვე უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვაჩვენებენ მედიაში და რომელსაც გვაწვდიან ინფორმაციის სახით. ბევრი იმ ინფორმაციისაგან, რომელიც იბეჭდება და რომელიც ქვეყნდება, კეთდება ეს ან შეგნებულად, ან უვიცობის გამო. მართლაც ვინცვე არ მიცნობსო, მე ვარო ავტორი ორი წიგნისაო, საიდუმლო მართლობა და კოსმოსური წარმოშობა. ეს ორი წიგნი არის დაწერილი ამ ბატონის მიერ. ორივე წიგნი შეიცავსო მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდასო დედამიწის აღმავლობა და კაცობრიობის აღმავლობა. მე რამდენიმე გავაკეთე, მაგრამ მაინც საჭირო ვთვლი, რომ თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში. მაპატით თუ ფორმაში არა ვარო, ხო ეს არის აპრილის ვიდეო, ამიტომ ჯერ კიდევ ირანში ხდებოდა სამხედრო პროცესები. ამ დროს ეს არის აპრილის ვიდეო, 10 აპრილის ვიდეო, უბრალოდ 10 აპრილს ატვირთული, მაგრამ მანამდე ხომ ისმაილს აქვს მაგით ჩაწერილი და ატვირთული. ამიტომ ეს იმ პერიოდში ირანში მიდიოდა საომარი მოქმედება. როგორც ყოველთვის ის უკეთებს რეკლამას ფორიუმს, მაგრამ ეს მე გამოვტოვე და გამოვტოვე ის თუ რაც მის კურსებს შეეხება. ეს ჩვენ ახლა არ გვინდა, ჩვენ ცხოვრობთ საქართველოში და ის ამერიკაში აგროვებს მსვენელებს კურსებისთვის. ხო და რას ამბობს ვალენტიან ტორი? ვარიანტი ტორი, მაპატიეთ. რას ამბობს ვარიანტი ტორი? დედამიწის ხალხი გალაქტიკური კანონების და პროტოკოლების მიხედვით კრიტიკული ღრუბლის შენახვასთან დაკავშირებით იყო მიღწეული ვარსკვლავთა შორისო საბჭოების მიერ. ჩვენ ჩავერიეთ. და რა მოხდაო, ამბობს ახლა პერესი. აი რა მოხდაო. ტრამპი ემზადებოდაო მთელი ცივილიზაციის გასანადგურებლად. და ეს ტრამპმა განაცხადაო გუშინ. ანუ, როდესაც წერდა ვიდეოს ისმაილი, წინადღეთ ეს განაცხადა ტრამპმა. ეს კი იყო აპრილის თვე. კარგი. იყო გამოცხადებული სამშვიდობო, ასე ვთქვათ, შეწყვეტა ომის შეჩერება დროებით კონფლიქტური სიტუაციისა, მაგრამ არავინ იცავსო ამას და ამიტომ გალაქტიკურ ცივილიზაციას მოუწიათო
ჩარევა. ანუ ტრამპს უნდა ალბათ ირანზე საუბარი ცივილიზაციის განადგურება უნდაო. ხო, ალბათ ირანზე საუბარი, იმიტომ რომ galaktikuri ცივილიზაციები ჩაერიდნენ, რომ ეს კონფლიქტი შეეჩერებინათ ირან და ამერიკას შორის. ვარიანტი ტორის სიტყვების მიხედვით ამბობს ისმაილ პრეზი, ყველა ატომური არსენალები ჩვენ პლანეტაზე იყო განიარაღებული. ანუ ის ბაგალუკეს უძახიან იქ რაღაცა უდენა ასაფეთქებელი არის, რა ქვია, მაგას არ მახსოვს. და ის აქვენ ისე მდგომარეობაში გადაყვანილი, რომ ვერასდროს ვერ შეძლოს აფეთქება ჭურვის. მაპატიეთ სამხედრო საკითხებში მე ცოტა ვერ ვერკვევი. უკვე მესამედ გააკეთეს ეს. მესამედ, რომ ატომური რომ კონფლიქტები ატომურ ომში არ გადაიზარდოს. და ამ ატომური ბომბების აქტივაცია იყო დაბლოკილი. ასე რომ იმის შესახებ, რომ ხშირია მაგალითად ბევრი კონტაქტორიც ამბობს, არაკეთილსინდისელი კონტაქტორი, რომ მოსალოდნელია მესამე მსოფლიო ომი ატომური იარაღით გამოწვეული, მაგრამ ტყუილია, არავინ დაუშვებს ხალხო, არ დაუშვებენ უცხოპლანეტელები ატომური იარაღის აფეთქებას ახლა დედამიწაზე. არ დაუშვებენ. მაგრამ დაბლოკეს ეს ბოეგალოვკები თავებში რო უდენად რაღაც ხელსაწყო, რომელიც აქტივაციას იწვევს ატომური ბომბის დააფეთქებას, ეს ყველა დაბლოკილია. galaktikuri ალიანსი არ დაუშვებს ესკალაციას კონფლიქტის სრულ განადგურებამდე. ნუ ახლა შეიძლება პატარა კონფლიქტებში არ ჩაერიოს, მაგრამ საქმე რომ იდის ატომურ შეარაღებამდე, ისინი ყოველთვის ერევიან ამ საქმეში. ხო, და ბევრი დაჯგუფება არის ისეთი დედამიწაზე, რომლებსაც უნდა დასაკვირველია უკან ისეთი პროცესები გამოიწვიონ, რომლის გამოსწორება მომავალში იქნება ძალიან რთული. და იმის მიუხედავად რომ იყო დადებული ზავი, და ეს ზავი იყო დარღვეული, აქ იგულისხმება ირანი და ამერიკას შორის კონფლიქტის დროს დადებული ზავი. ხო, ანუ იმის მიუხედავად რომ ზავი იყო დარღვეული და ისევ აღადგინესო კონფლიქტური, ახლა არ არის მათ შორის ზავია, ისევ ზავი გრძელდება, შეწყვეტეს კონფლიქტი. ხო, მანამდე გეუბნებით აპრილის ამბავს. ეს დროის ხაზი, სადაც ომი ამერიკა და ირანის შორის უნდა გადასულიყო უფრო დიდ რაღაც მოვლენაში, ეს დროის ხაზი იყო გაუქმებული და დახურული. ანუ ჩვენ ისევ გაგვიკეთეს დროის ხაზის კორექცია. galaktikuri ცივილიზაციები არ დაუშვებენ ირანში კონფლიქტის ესკალაციას. ვალიან ტორი ამბობს, რომ სხვა მეთაურებთან ერთად მათ შემადგენლობაში აგრეთვე აშტარის მეთაურობასთან ერთად შედიან ისინიც, ვინც არიან იუპიტერის სამეთაურო ჯგუფის წევრები. კომანდორი კორინდორი, რომელიც არ ვიცი აქ სწორათა რობოტის გადათარგმნილია და სწორათა მოხსენებული თუ არა ეს კაცი, მაგრამ რაც აშტარს შეეხება, ჯერ კიდევ არა გარკვეული აშტარი მართლა არსებობს თუ არა, ზოგი ამბობს არ არსებობსო, ზოგი ამბობს არ არსებობსო, ის ამბობს ყველა სხვადასხვანაირად ამბობს, ამიტომ მე ამის გარკვევას არ ვაპირებ, მაგრამ აშტარი არის დასახელება, ვიცი რომ აშტარი არის კიდევ დასახელება ხომალდისა, დედობრივი ხომალდისა, მაგრამ ეტყობა როგორც ყველას ქვია ერთნაირი სახელები, ალბათ ამასაც ქვია. კარგი, ამას მოგიარებით, მაინც ეს ყველაფერი გაირკვევა. ჩვენი მზის სისტემის ფარგლებში იყო დაყენებული
დროის სტრატეგიული კონტროლი, აი ნიშნულოვანი შერახებითი სისტემებზე თვარის მაპატიეთ ნიშნულოვანი შერაღების სისტემებზე საკონტროლოდ იმისთვის რომ გარანტია ქონოდათ რომ არ მოხდებოდა რამე ისეთი არ მოხდება მცდელობები მასიური განადგურებისა და ამ მხრივ ბნელი ძალები ვერ გაიმარჯვებენ. ანუ იყო დაყენებული კონტროლი. ანუ აკონტროლებენ ჩვენ დედამიწაზე განლაგებულ ყველა მნიშვნელოვან შეიარაღებებს, რომ თავიდან აირიდონ სურპრიზები დედამიწელების მხრიდან. ეს რასაკვირველია იყო ერთდროულად, არის ერთდროულად დროებითი მოქმედება. კაცობრიობა დგას გზა განაყარზე. ყველა მიცის რომ დედამიწა ეს არის დაცული სფერო, რომელიც იმყოფება ვარსკვლავთა შორის უზარმაზარი ვარსკვლავთა შორის კოალიციის თვალყურის ქვეშ, რომელიც შედგება მაღალ განვითარებული ცივილიზაციებისაგან, რომლებიც მოქმედებენ უნივერსალური კანონების მიხედვით და რომელმაც განათავსა გრძელვადიანი სტრატეგიები და რომლებიც იყო შემუშავებული იმისთვის, რომ გარანტია ქონოდათ იმისა, რომ კაცობრიობა არ დაეშვებოდა კატასტროფული გლობალური შედეგებამდე კონფლიქტი. მით უმეტეს ისეთი კონფლიქტი, რომელიც იქნება დაკავშირებული ატომურ განადგურებასთან, ეს უნდა აიდიდონ თავიდან. როდესაც 1940 წლიდან გაჩნდა ატომური ტექნოლოგიები, მაშინ დადგა დედამიწის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტი. დედამიწა შედის უფრო ფართო გალაქტიკურ ველში და ფედერაციის ყურადღება 1940-იან წლებში მიიქციეს, იმიტომ რომ ადამიანებმა ააფეთქეს ატომური ბომბი და იმის შემდეგ რაც აფეთქდა პირველი ატომური ბომბი, უცხოპლანეტარული ცივილიზაციები ბუკვალურად კუჩი დაგზდებენ. მაგრამ ეს მასეთნაირად ატომური ცდები ტარდებოდა სემიპალატინსკში. განადგურდა რამდენიმე სოფელი. განადგურდა იმ მხრივ, რომ ხალხი არ გააფრთხილეს, არ გადაასახლეს. ხალხი გამოიყენენ როგორც საცდელი ვირთხები. ამ დროს საინტერესოა, რატო არ ჩაერია ისინი, ეს უცხოპლანეტარული ცივილიზაციები. იმის შემდეგო კაცობრიობამ მიაღწიაო ისეთ სიძლიერეს ამ შერაღების მხრივ, რომ არ ჩავრეულიყავითო ჩვენო, ამბობენ ისინი. აგი ყველაფერი მოიყვანდაო პლანეტის დესტაბილიზაციამდე კი არაო, მაგრამ სათუთი ენერგეტიკული ქსელის დესტაბილიზაციამდე ჩვენი სამყარო სხვა სამყაროებთან. კოსმოსში ხომ ყველაფერი ურთიერთ დაკავშირებულია და რაც ხდება დედამიწაზე, ეს ახდენს გავლენას სხვა პლანეტებზეც. მით უმეტეს ჩვენ როდესაც ვაფეთქებთ ამხელა მასშტაბის იარაღს, ბომბს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დაძაბულობის გაზრდასთან ერთად ეს ყველაფერი მიდის მზის ამოფრქვევამდე, გაორმაგებამდე, დრევისაკენ და შერწყმისაკენ ამ 12
თავარი დროის ხაზისა სამში. ანუ 6 უარყოფითი, 6 დადებითი დროის ხაზი არისო და ეს ყველაფერი უნდა შეერწყმასო სამში. ამიტომ 1940 წლიდან გალაქტიკური ალიანსი ძალისხმევას არიშულებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს პოზიტიური დროის ხაზი. შემდგომ რომ აღმავლობა მოხდეს, გალაქტიკური ალიანსმა დაიწყო მოქმედება ჩქარა უკვე 1950 წლიდან, როდესაც ატარებდა სტრატეგიულ ოპერაციებს ატომური პოტენციალის გაკონტროლების მხრივ და საჭირო სამებრ უკეთებს ამ ატომურ იარაღს ნეიტრალიზაციას. იყო ბევრი ასეთი ამდაგვარი სიტუაცია, მასეთი როგორც კარიბული კრიზისი, როდესაც რუსეთი აგზავნიდა კუბაში ატომურ ბომბს, რომელიც როგორც იცით, ატომური ბომბი ეს არის მასიური განადგურების ატომური იარაღი და სახერო ძალები, ამერიკის სახერო ძალები ცდილობდნენ თვალყური ედევნა რუსეთზე ამ მხრივ. მაშინ რუსეთის მეთაური იყო ლიდერი სტალინი იმ მომენტში. ამიტომ ეს ყველაფერი ხდებოდა კომუნისტური რეჟიმის დროს. დასაკვირველია, მათ უბრძანეს ამერიკის რამდენიმე გემების დატოვება. იმ დროის შემდეგ არამიწიერი ცივილიზაციები ყოველთვის ხელს უშლიდნენ ატომური ბომბის გამოყენებას. 1960 წელს იყო იმისი საშიშროება, რომ გამოიყენებინათ ატომური ბომბი. ანუ კარიბული კრიზისის დროს გამოიყენებინათ ატომური ბომბი. 1960 წელს ვიეტნამში ომის დროს და 1980-იანებში და 1990-იანებში წლებში ჩვენ დღემდე ამ ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა მრავალი ამოუხსნელი ინციდენტები, რომელიც განიხილებოდა როგორც იმის დამოწმება, რომ უცხოპლანეტარული ცივილიზაციები ცდილობენ მასშტაბური დანგრევების თავიდან აცილება. ასე რომ ჩვენ არ უნდა ვინერულოთ იმაზე, რაც ხდება დღეს. შიშარაკო, ჩემო მეგობრებო, შეინარჩუნეთო პოზიტიური განწყობა, შეინარჩუნეთო წმენა იმაში, რომ ჩვენი შემქმნელი ყველაფერს აკონტროლებსო. მაგალითად მოგიყვანთ ახლა მე თქვენ მაგალითს 1950 წლებში ყველა ეს რაკეტო შახტები უმის ეზოდ გამოდიოდნენ წყობიდან. ხო სწორია, ბაეგალოვკები ხდებოდა ინერტული როგორ ესე იგი ადვილად ვერ აფეთქებდით. დაბლოკილი იყო თავები, რომელსაც მოყავდა ეს ატომური ბომბები აქტივაციაში, მაგრამ ბომბები გახადეს ინერტული. შემთხვევებით იყო ისეთი, რომ ატომური კრიტიკულ მომენტებში ატომური სისტემები იჭედებოდა. ესე იგი სიგნალს ვერ იძლეოდა გაშვების და აფეთქების. ამ თვალსაზრისით ამ ყველაფერს აკეთებდნენ უცხოპლანეტელები, გონიერი არსებები, რომლებსაც უნდოდათ დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნება, არ უნდოდათ დედამიწის განადგურება, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად იმის მიუხედავად, რომ უცხოპლანეტარული ცივილიზაციებს არაერთხელ გამოუყვანიათ წყობიდან ატომური დანადგარები, სარაკეტო შახტები და სხვა იარაღები, მიწიერი ქვეყნების მმართველები, რომლებსაც ჰქონდათ გეოპოლიტიკური კონკურენციის ინტერესი, ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესი, ცდილობდნენ აღედგინათ და განმეორებინათ თავიანთი ატომური და გაეფართოვებინათ თავიანთი
ატომური არსენალები. ასეთი ქვეყნები როგორც ჩინეთი, რუსეთი და სხვები ჯიუტად ამუშავებდნენ შერაღების წინა სისტემებს იმის მიუხედავად, რომ სულ უიღბოდ თავდებოდა მათი ცდები და ეს ყველაფერი გავდა ჩაკეტილ წრეს, მაგრამ როგორც კი ისინი ქმნიან იარაღს, უცხოპლანეტური ცივილიზაციები ამ იარაღს ანეიტრალებენ, მაგრამ კაცობრიობის დედამიწის მმართველები ისევ თავიდან ქმნიან ამ იარაღს. უცხოპლანეტელები ისევ განიარაღებას უკეთებენ ამას განეიტრალიზებას და ეს მიდის ჩაკეტილ წრეზე. და ეს ყველაფერი განსაზღვრავს ფარულ დინამიკას მიწერი ლიდერებს შორის და გალაქტიკურ ალიანსს შორის, რომელიც მათ უთვალთვალებს. და ამ ჩარევის ცენტრში იმყოფება მეთაური ვალიანტი, რომელიც არის თავარი რგოლი ამ ჯაჭვისა თეთრი ქუდებს შორის, მიწერ ალიანსს შორის და უცხოპლანეტარულ ცივილიზაციებს შორის. ეს ვალიანტი არის მაღალ თანამდებობის მეთაური, რომელიც მუშაობს ფართო ვარსკვლავთა შორისო საბჭოებში და მისი დავალება ამოცანა თვალყური ადევნოს დედამიწას, რომ დედამიწა ვითარდებოდეს. ამ კვირას ეს ვალიანტი ტორი მუშაობდა ვარსკვლავთა შორისო მეთაურების კოალიციაში, კომანდორების ხატანა კორანდორის, აფინის და სალტეიკიდან ერთად. ისინი თამაშობენ ძალიან მთავარ მნიშვნელოვან როლს მორიგი ატომური საფრთხის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით პლანეტაზე, მით უმეტეს ამ მომენტში, როცა ირანთან კონფლიქტი გაჩაღდა. კიდევ ეს არის აპრილის ჩანაწერი, ახლა ირან და ამერიკას შორის კონფლიქტი არაა, ამიტომ ეს არ გეგონოთ ახალი ამბავი, რომ ახლანდელ ამბავს ეყვება, ეს იყო აპრილის თვეში, ეს ყველაფერი ხდებოდა აპრილის თვეში ეს ვიდეო ჩაწერილი და ეს ლიკვიდაცია, ატომური შერაღების ლიკვიდაცია არ განისაზღვრება პასიური ჩარევით. ის ხდება აქტიური კოორდინირებული ოპერაცია, რომელიც თავის თავში იდევს თანობითი დეაქტივაციას ატომური ბოიგალოვკებისა და იმ საშუალებები, რომლითაც ამ ატომური ბოიგალოვკების ტრანსპორტიზაციას ახდენენ, ამ ტრანსპორტის ნეიტრალიზაციასაც. წყობიდან გამოყავენ ეს ტრანსპორტი, რომლითაც უნდა გადაიტანონ ეს შეარაღება. ისთან ისეთი მეთოდებით არის ეს ატომური არსენალები გამოყვანილი, წყობიდან მოქმედი ატომური არსენალები, რომ ვერავინ ვერ ხდება თუ რა მოხდა სინამდვილეში. და ეს ფაქტია. და ბოლო ჩარევა მოხდა 48 საათის განმავლობაში, რომელიც გავრცელდა არა მხოლოდ ტექნიკურ განათებაზე, მაგრამ გლობალურ მოვლენებზე და გეოპოლიტიკურ შედეგებზე. სხვა სიტყვებითო, კომანდორი ტორი ჩაატარა ექსტრემალური შეხვედრა პაკისტანის, ამერიკის და ირანის ლიდერებთანო და მათ შესთავაზა შეწყვეტა ცეცხლის იმისთვის, რომ კონფლიქტის დაძაბულობა დაეწია, შემცირა, რომლის რადგან ამ კონფლიქტის გაფართოება და გაძლიერება შეუძლია განადგუროს მთელი ცივილიზაცია. საბოლოოდ კონფლიქტში ჩაერია ჩინეთი და ალბათ რუსეთიც, მე ვფიქრობ. მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი, რადგან შედის ალიანსში, ჩაერიოდა ამ კონფლიქტში, მაგრამ რადგან
არ მგონია რუსეთი რო ჩაერეოდა ამ კონფლიქტში, რადგან რუსეთის ჩარევა გამოიწვიებდა კატასტროფულ შედეგებს. ამიტომ მე ხა თქვენთან ავისაუბრებდიო, რომ გალაქტიკური ძალები არ ჩარეულიყო ბოლო 48 საათის განმავლობაში და არ შეწყვეტათო ცეცხლი კონფლიქტურ ზონაზე. კი, იმის მიუხედავად, რომ ეს არისო დროის ცეცხლ შეკვეთა, დროული, უბრალოდ დროებითი, ხომ აპატიეთ, რომ არისო ეს დროებითი ცეცხლ შეკვეთა, ეს ისე იგი ხო თქვენ იცით, რომ ორი კვირით ცეცხლი იყო შეწყვეტილი ირანის კონფლიქტურ ზონაში. ისრაელი და ირანი აგრძელებენ ერთმანეთის დაბომბვას. და ამას ყველაფერს თვალყურს ადევნებენ გალაქტიკური ცივილიზაციების წარმომადგენლები. და ისინი არიან უყაყოფილო, მათ არ მოწონთ ის პროცესები, რაც ხდება დღეს დედამიწაზე. და რა მოხდა ამ 48 საათის განმავლობაში? კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს არის აპრილის თვე. და რა მოხდა ამ 48 საათის განმავლობაში? გალაქტიკური ცივილიზაციებმა შეუმჩნევლად იმოქმედეს ირანული ხელმძღვანელობის გონებაზე, რომ ის დაეთანხმათ ცეცხლის შეწყვეტაზე. ეს იყო შეგნებული ჩარევა გალაქტიკური მეთაურების მხრიდან, რომლებიც მოქმედებდნენ კულისებს მიღმა იმისთვის, რომ კატასტროფა ეცილებინათ თავი და რომელიც შეიძლება მოხდარიყო თუ ტრამპი გააჩაღებდა ნამდვილ ომს ირანთან და განადგურებდა მთელ ცივილიზაციას. ჩვენ გულისხმობთო ირანის უბრალო ჩვენ გულისხმობთო ირანის მოსახლეობას. უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა არაფერს შუაში არ იყო. ამიტომ ამ გლობალური დაძაბულობის პირობებში ამ ცეცხლის შეწყვეტა იყო შედეგი სტრატეგიული ჩარევისა უცხოპლანეტური ცივილიზაციების მხრიდან და დღევანდელ დღეს ამის მიუხედავად ირანი და ისრაელი არ იცავენ ამ შეთანხმებას. ტრამპი მზად იყო მთელი ქვეყანა წაელეკაო მიწის ზედაპირიდან, მაგრამ ტრამპს ამაში ხელი შეუშალეს. ითვლება, რომ მეთაურები ჩაევლინენ, რადგან შეიგნენ, რომ სიტუაცია შეიძლება გადაიზარდოს სრულ მასშტაბიან ომში და ამიტომ ისინი მოქმედებდნენ აქტიურად. ტექნოლოგიურად უცხოპლანეტარული ცივილიზაციები ფლობენ უფრო განვითარებული შეძლებით, ტექნოლოგიური შეძლებით, ვიდრე დედამიწაზე კერძო სექტორში. რადგან ზოგი ცივილიზაციები აი ამ გალაქტიკური ალიანსიდან წარმოადგენენ მესამე ტიპის ცივილიზაციას, რომლების მთავარი დირექტივა არის სიცოცხლის შენარჩუნება და პლანეტის დაცვა, რომელიც თავის თავზე იტანს ამ კრიტიკულ, რომელიც არის ამ კრიტიკული საევოლუციო გადასვლის გზაზე. დედამიწა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით უახლოვდება გადატეხის მომენტს, იმ წერტილს უახლოვდება, რომლის შემდეგი ჩვენი გზა განსაზღვრას გადავა თუ არა ის უფრო მაღალ დონეზე, ან დაეცემა თუ არა თავისი საკუთარი მძიმე ტექნოლოგიური სიძლიერის ქვეშ. და არ გავწყდეთ, რომ დედამიწა უკვე ერთხელ დაეცა თავიანთი საკუთარი ტექნოლოგიური სიძლიერის ქვეშ. აქედან ატლანტიდა და სხვა ცივილიზაციები, რომლებიც განადგურდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგანად არის. ახლა დედამიწა უნდა ავიდეს უფრო ახალ დონეზე, მაღალ დონეზე და ამიტომ ეს ხსნის იმას, თუ რატომ ერევიან
არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლები, იმიტომ რომ ისინი იძულებულები არიან ასე მოიქცნენ, რადგან ეს არის მათი მთავარი დირექტივა. გალაქტიკური ალიანსი არა მხოლოდ ახდენს უსაფრთხოებას ჩვენი პლანეტისა, რომ დედამიწამ გააგრძელოს თავისი აღმავლობა, მაგრამ აგრეთვე მუდამ ახდენს ატომური პოტენციალის ნეიტრალიზაციას და როგორ გონია თქვენ ეს უჭკუარა ჭკუაზე გადასული მეცნიერები არ ახადგენენ ატომურ არსენალებს. რამდენჯერაც არ უნდა გაანადგურონ ატომური არსენალები, არამიწიერი წარმომადგენლები, რამდენჯერაც არ უნდა გაანადგურონ ატომური არსენალი არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლებმა, ისინი ისევ შეეცდებიან ეს ატომური არსენალი აღადგინონ. მე შემდეგ ისინი ახდენენ აგრეთვე გლობალური კონფლიქტების თავიდან აცილებას, რომელიც გამოწვეულია ადამიანების საიდუმლოდ მანიპულირებით. ამიტომ თუმცა ზვავს იცავენ, მაინც ეს არის მასშტაბური მისია. ეს უხილავი ცვლილები, რომლებიც ჩვენი პლანეტის გარშემო იმყოფებიან და ჩვენ ოკეანეებში და ატმოსფეროში, რასაკვირველია დამასკირებულ მდგომარეობაში, ელოდებიან, როდესაც კრიტიკული მასა მიაღწევს თავის პიკს და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ ჩვენ მივაღწიოთ ამ კრიტიკულ მასამდე. ისინი რო არა, ჩვენ დღეს არ ვიაცებებდით, დედამიწა იქნებოდა განადგურებული. და ისინი ელოდებიან ამ კრიტიკულ მასას იმისთვის, რომ როდესაც ადამიანების საჭირო რაოდენობა გამოიხვიძებს, ეს გამოიწვევს მასშტაბურ ძრევას კოლექტიურ ცნობიერებაში კაცობრიობისა და რაც დაეხმარება ადამიანებს გადავიდეს უფრო მაღალ დონეზე, ცნობიერების უფრო მაღალ დონეზე, რომელსაც უწოდებენ ქრისტეს ცნობიერებას. ასე რომ უცხოპლანეტელები ყველაფერს აკეთებენ ჩვენონ ძალით, აი პირდაპირ ვიტყვი, მიგვათრიონ ამ კრიტიკულ მასამდე. ჩვენ ძალით მივყავართ, რომ იტყვიან რუსები შკირკას მოკიდებული, მივყავართ ყველანი ამ კრიტიკულ წერტილამდე. სხვაგვარად ვერაფერი ვერ გახსნათ ჩვენთან, დედამიწელებთან. და ეს კიდევ ხდება ამ ტექნოლოგიური, ამ შეიარაღების, ატომური შეიარაღების ტექნოლოგიური ნეიტრალიზაციით. აგრეთვე ეს ხდება, ეს პროცესები, რომელსაც ახდენენ ჩვენ მიწაზე ფიზიკურ დონეზე, იგივე პროცესებს ახდენენ წვრილ და რთულ დონეზე, ცნობიერების დონეზე. უცხოპლანეტელების სიტყვებით ალიანსი, ან შეიძლება ითქვას გალაქტიკური ალიანსი, ფლობს წინ წასული ცოდნებით, გონებაზე, სიხშირეებზე და აზროვნებაზე. ცნობიერება გამოკიდებულია უტვინში. ცნობიერება მოქმედებს როგორც ველი, როგორც ენერგეტიკული ინტერფეისი, რომელსაც შეიძლება ცდომა მიიღო, რომელზეც შეიძლება იმოქმედო და საჭირო პირობების დროს შეგიძლია მართო სუბუქად. ასე რომ გალაქტიკური მეთაურები, რომლებმაც წლების მილიონი წლების განმავლობაში შეისწავლეს ეს მეცნიერება, ფლობდნენ უნარით არა ინოვაციური ურთიერთმოქმედებისა კაცობრიობის გონებასთან. ეს არ არის კონტროლი ან დომინირება, არა, პირიქით, ეს არის ფორმა ტელეპათიური შთაგონებისა, რომლის გამოჭერა ამ მოქმედების გამოჭერა არის ძალიან ინტუიტიური და რაღაც განათების მომენტებს შეიცავს, რომელიც შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ბუნებრივი გზით თითქოს და ამ პერიოდში ამაღლება ამ გლობალური დაძაბულობისა, როდესაც არის ესკალაციის რისკი და როდესაც ეს ესკალაციის რისკი უახლოვდება კრიტიკულ ზღვრებს,
პოლიტიკური ლიდერები და სამხედრო მთავარი პირები იღებენ გადაწყვეტილებას, რომლებიც მოქმედებს ადამიანების აღთქმაზე და ეს ზვავი არის ერთ-ერთი ამდაგვარი მაგალითი. რადგან ისინი არ იცავენ ზვავის პირობებს. რადგან ისინი პირდაპირ აფურთხებენ სახეში უცხო პლანეტელებს თავისი საქციელით და ასე რომ უცხო პლანეტელებს მოუწევთ სხვა ხელს მიმართონ. სხვათა მაგათ არა. ზვავი არ არის დიპლომატიური პერეგավորების შედეგი, არამედ ზვავი არის გარემოებების პირობებიდან გამომდინარე. ხო, ზვავს დებენ გარემოებების პირობებიდან გამომდინარე, რომელზეც მოქმედე, სადაც ვლინდება არა მხოლოდ ადამიანების, არამედ არაადამიანური არსებების ზეგავლენა. გალაქტიკური მეთაურები გზობენ არასტაბილურობას სიტუაციისა და იმის შესაძლებლობას, რომ ესკალაცია შეიძლება ისევ დაიძაბოს, ამიტომ ჩაერინნენ ცნობიერების დონეზე, რომ მოხდარიყო მშვიდობიანი გამოსვლა, რომ მოხდარიყო აზრების და ემოციების სწორ გზაზე მიმართვა იმათი, ვინც დღეს იმყოფება ხელისუფლებაში და ამას ისინი აკეთებენ მრავალი წლების განმავლობაში. არა, მათი მოქმედება არ დგუნავს ნების თავისუფლებას, მაგრამ მოქმედებს მის ჩარჩოში, ამ ნების ჩარჩოში, სადაც ერთი ვარიანტები ძლიერდება, მეორე ვარიანტები სუსტდება. ლიდერები თვლიან, რომ მოქმედებენ დამოუკიდებლად, მაგრამ მათი მოქმედება წვრილ დონეზე შეთანხმება ხოლმე მასშტაბურ მიზანს, რომელშიც დენა კონფლიქტების შეწყვეტა და სტაბილურობის შენარჩუნება. არსებობს კიდე ერთი ძალიან რთული ზემოქმედების დონე, ეს არის ხანძრივი ჩანერგვა კომანდორების ველი და ტორის სიტყვებით. გალაქტიკური ფედერაციის წევრები, ახლა კი ამჟამად ალიანსის წევრები აწლილობის განმავლობაში ინერგებოდნენ სხვადასხვა სფეროებში კაცობრიობის საზოგადოებისა, მათ შორის სამთავრობო ინსტიტუტებში. მასე კომანდორები ველი და ტორი ცხოვრობდნენ თეთრ სახლში ძალიან დიდ ხანს. ეზეხაუერის ადმინისტრაციის დროს დიახ, მე ამას ვადასტურებ და ამაზე ინფორმაცია შეგიძლია თქვენ მოიპოვოთ ინტერნეტში, რადგან ეს ინფორმაცია დევს. ეს იყო ადამიანები, რომლებიც თავის თავს მოაჩვენებდნენ არა იმათ სინამდვილეში როგორცაც წარმოადგენენ, ანუ სინამდვილეში სულ სხვა ადამიანებად მოგვაჩვენებდნენ თავს, მაგრამ თავის სინამდვილ სახეს მალავდნენ. რადგან ისინი ჩვენ გვავდნენ, მაინდამაინც მათ ვერავინ ვერ ხვდებოდა, რომ ისინი უცხო პლანეტელები არიან. შეერინნენ ხალხს და ისინი თამაშობდნენ დიდ როლს პოლიტიკაში, ჯარში და საჯაჭვო სამუშაო პროცესებში. ახლა ისინი მუშაობენო ეგრეთ წოდებული მიწიერი ალიანსთან კოორდინაციაში და შიდა ძალების კოალიციის კოორდინაციაში. ისინი ცდილობენ გლობალურ სისტემების რეფორმირებას. ესენი არიან ჩანერგული აგენტები და მოქმედებენ როგორც გამტარებლები შიგნიდან. ისინი განსაზღვრავენ პოლიტიკურ კურსს, საჭიროების სამებრ ეხმარებიან ინფორმაციის გასაჯაროებაში და ეხმარებიან ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომლიდან გამომდინარე ჩვენ ვიღებთ საჭირო შედეგებს ამ მშვიდობიანი მდგომარეობის მშვიდობიანი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით. ეს ორმაგი სტრატეგია, ეს გარეთა ტელეპათიური ზემოქმედება უცხო პლანეტელების ხელისუფლების სტრუქტურაში ჩანერგვასთან ერთად ქმნის ძლიერ სისტემას უკანა კავშირისა. ამიტომ
დაძაბულობა იზრდება, მეთაურობა შეუძლია პირდაპირ მოქმედოს ლიდერების ცნობიერებაზე და ამდაგვარად მოახდინოს აქტივიზაცია თავისი მოხრებისა სამთავრობო დონეზე იმისთვის რომ მთავრობების ლიდერები გამოდიოდნენ დეესკალაციას მომხრებად. ამიტომ ეს მოხდა ამ ბოლო 50 საათის განმავლობაშიო და ამის შედეგი გახდაო სინქრონული სტაბილურობის სინქრონული ძრევა, რომელიც პირველი შეხედვით ჩამოგავდაო ბუნებრივ და პოლიტიკურ მოტივირებად საქციელს, მაგრამ ეს ორკვირიანი ზვავი, ეს არის სტრატეგიული პაუზა, რომელიც იყო შექმნილი იმისთვის, რომ დაძაბულობა მოეხსნათ და მოეხდინათ გადაჯგუფება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჯაჭვური რეაქცია თავიდან აირიდონ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო მასშტაბური კონფლიქტი. სხვა სიტყვებით, ეს არის შედეგი კოორდინირებული ძალის ხმებისა, რომელიც გამოიყენენ როგორც ხილულ, ასევე არახილულ სფეროებში და საბედნიეროდ დღეს ეს ნიშნავს, რომ ბრძოლის ველში თანამედროვე კონფლიქტების ტერიტორიებზე არ განისაზღვრება ფიზიკური სივრცით. ესე იგი, ეს ბრძოლის ველი ვრცელდება, ამ ბრძოლის ველში შედის ასევე აზროვნების სფეროები, აღთქმის სფეროები და ცნობიერების სფეროები. და ამ ბრძოლის ველზე გალაქტიკური ალიანსი იმოქმედებს მაქსიმალური სიზუსტით და კაცობრიობას მოაცილებს დაღუპვის გზას და არა დააძალებს მაგათ რამის გაკეთებას თავისი ძალით და არა. იმით რომ ისინი ზედა მოქმედებენ პოლიტიკურ ლიდერებზე არა, ისინი კი არ მოქმედებენ. ეს პოლიტიკური ლიდერები, ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები არიან არქონტების კონტროლის ქვეშ. სამწუხაროდ ვიყოთ რეალისტები, რომ ისინი ხელს უშლიან, ანუ ეს გალაქტიკური ალიანსი ხელს უშლიან არქონტებს დემონებს, რომლებიც აიძულებენ მთავრობების ლიდერებს ომები დაიწყონ, კონფლიქტები დაიწყონ. ხო და ისინი ამ არქონტებზე გალაქტიკურ ალიანსს აქვს ტექნოლოგიური ზემოქმედება, ისინი ზემოქმედებას ახდენენ არქონტებზე დემონებზე, რომ ამათმა არ ჩაუნერგონ ხალხს ომის წამოწყება. გალაქტიკები აგრეთვე მიმართავენ კაცობრიობას იმ გზაზე, რომელიც ჩვენ გვაშორებს დანგრევის გზას. იმის მიუხედავად, რაც ხდება ზედაპირზე, დედამიწის ზედაპირზე, ამ ოპერაციებს აქვს სხვადასხვა დონე, ის თავში იტევს პლანეტა დედამიწის განთავისუფლებას. ზოგჯერ ჩვენ ჭირდება ტელევიზორის გათიშვა, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ მას ვთავთ, ჩვენ გვაშინებენ, ამიტომ ბევრი თქვენგანი თიშავს ტელევიზორს, რადგან ვერ უსმენს. ზოგჯერ უბრალოდ საჭიროა ჩვენ თავში ჩავიხედოთ და მივცეთ ჩვენ მაღალ მეს საშუალება გაგვიღოს ჩვენ სიმართლე იმისა, თუ გავგაგებიოს ჩვენ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება. დედამიწამ გადაიტანა ძალიან მრავალი ციკლები, რომელშიც იყო ოქროს ციკლით, ბნელი საუკუნეებით, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარათა, დედამიწა შევიდა ახალ ეპოქაში, დედამიწა მეტი არ ჩაიძირება ბნელ საუკუნეებში. ამ ჯერზე დედამიწა არ უნდა დავარდეს დაღმართული სპირალის, არ უნდა დავარდეს, არ უნდა ჩავიდეს დაღმართული სპირალის დაღმართული სპირალით, რომელსაც მიყავს კატაკლიზმებისკენ. ამჯერად დედამიწამ უნდა აიწიოს აღმავალი სპირალით და გადავიდეს ახალ ეპოქაში, ახალ ერაში.
მე ამას იმისთვის ვამბობ, რომ ზოგი წინასწარმეტყველებები, რომელიც დღემდე შენახულია საიდუმლო საზოგადოებებში და რომლებიც გადაგებენ პოზიტიურ ფასეულობებს, მაგალითად უდიდეს თეთრ ძმობაში მოწვევენ იმაზე, რომ დედამიწა ამ დროის ბოლოში უნდა გაიწმინდოს, მაგრამ ისინი აზუსტებენ, რომ ამ უდიდესი გაწმენდის დროს სუფევდეს იქნება ქაოსი და კონფლიქტები. ასე რომ ამ ქაოსის და კონფლიქტების დიდი ნაწილი, რომლებსაც ჩვენ ახლა ხედავთ, ეს არის შედეგი ამ გარდამავალი პერიოდისა. ანუ ეს კონფლიქტები, ეს ქაოსი რაც ხდება დღეს, ხო? უნდა მივიღოთ როგორც შედეგი ამ გაწმენდისა. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ ვადგავართ ამ გადასვლის გზაზე. ამიტომ არ უნდა ავუყოთ შიშს და პანიკას. ეგ ყველაფერი აბა წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ რო ავათვართ. ხო და სიცხე გვაქვს, ან მაგალითად ზოგს აქვს შიგნის პრობლემები, ხო? ან დიარე, ან კაბწობა. როგორც უნდა ჩვენ თავს სანამ გამოვართ ამ მდგომარეობა, დისკომფორტს გრძნობთ, ხომ ასია? ხო? სისუსტეს გრძნობთ. აი ამდაგვარი სიტუაცია ახლაც. ჩვენ კურნავენ. ჩვენ ვიკურნებით ან გამწვენდით. ამიტომ თუმცა ბევრი კონდაქტორი ამბობს, რომ არ დატოვოთ წამლები ჩვენ მედიკამენტების წინამდე არ ვართო, მაგრამ კი ქირურგიულ ჩარეებსაც იტარებენ ეს მაგებიც, მაგრამ პირდაპირ არავინ არ ამბობს, თუმცა რაც უფრო ნაკლებ წამლებს მივიღებთ, უფრო უკეთესია ჩვენთვის შეძლების გვარად. მაგალითად მე ვწდიმობ შეძლების გვარად თავი ავარიდო მედიკამენტებს, მაგრამ ჯერჯერობით ხო დოზის დაკლებით ეს გავაკეთე დოზის დაკლება, მაგრამ ჯერჯერობით თლად მედიკამენტები რომ მივატოვოთ, ესეც არ შეიძლება. თვითონ გოგოებმა კიდე თქვეს, რომ იმდენად ვართო ჩვენო ნარკომანები ვითო მიჩვეულიო ამ ქიმიურ წამლებს, რომ უცებ რომ მივატოვოთო, გახდებითო არ შეიძლებაო, იმიტომ რომ უცებ რომ მივატოვოთ ახლა ჩვენ წამლები, ცუდად გახდებით. ახლა ერთი პერიოდი მე ავჭამ ტკბილებს კამპეტებს არ ყიდულობ, ხო? ვითვენ. მაგრამ მე პირდაპირ გაგებით მეწყება ლომკა ზოგჯერ. აი ცუდად ვარ, ისე მინდა ტკბილი, რომ ცუდად ხდები. ამ დროს ასაკურილა მე ვასლებ თავს უფლებას ტკბილი ვჭამო, ან კამპეტი ვიყიდო, ან რამე, ან მაგალითად ხანდახან გუშონს ყიდულობ და ვსვამ კაკაოს, მაგრამ მე შაქარს არ უშვები ამ გუშონს, ისევ ტკბილი არ იყოს, მაგრამ ხანდახან ტკბილი მინდა, ითხოვს ორგანიზმი. ხო, თლად ასე კიდე უცებ რესკა მიატოვო ყველაფერი, ასე შეიძლება. მაგალითად მოწევას და სმას ადამიანი ხო ვერ მიატოვეს უცებ, თანდათანობით, ხო? აი ამგვარი სიტუაცია. ჩვენ ყველანი ვართ ნარკომანები, დღეს ვინც ცხოვრობთ, ისე ვართ შემჯდარი ამ წამლებზე. და ექიმები იძულებული არიან დაუნიშნონ ავადმყოფებს წამლები, იმიტომ რომ ბევრ ავადმყოფს არ ისმის, რომ წამლები არ არის უბრალოდ ვერ უხსნიან, ის წავა და სხვა ექიმს ნახავს. იცით, სხვანაირად არა, მე ექიმებს არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ პირადად ვიცნობდი ისეთ ექიმს, ვიცნობ მამაჩემის კუნთალი იყო აფხაზეთში, 90 მამაჩემი და თურმე ის ექიმი გალში ის თუ არის ახლა ცოცხალი არ ვიცი, გალში იშდა, გალის კლინიკაში, იქ სამოყვოში და მამაჩემს უკითხია ამდენ წამლებს რატო წერო? ამდენ წამლები საჭიროა და მე რას დავეცეფო? მე გამოვწერო იყიდოს და დალიოსო. მე არ მაინტერესებსო. მე თავადიო გამოუწერეო და რაც უნდა ის უქნიაო. ეს იყო მისი პასუხი. ამდაგვარი ექიმები სამწუხაროდ ბევრია, არაკეთილსინდისიერი ექიმები. არა, მე ყველასე არ ვამბობ, მაგრამ მაგალითად არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის არჩევანს პატივცემენ, მაგრამ არიან ექიმები, რომლებიც ბრაზდებიან თუ პაციენტი მათ რჩევებს არ მოусმენს. ხო?
არიან ასეთების და შეუძლიათ პაციენტის კურნალობაზე, შემდეგ კურნალობაზე ვარის თქვა, იმიტომ რომ პაციენტი მიშკვაზე არ დადის. ახლა ხო და კაი, ვინც ერკვევა, ვინც სამედიცინო განათლება აქვს, ისინი კიდევ გაერკვევიან რაღაცაში, მაგრამ ვინც ვერ ერკვევა მედიცინაში და ვისაც სჯერა ეხემების, ასეთი პაციენტები ძალიან ბევრი. ჩემო მეგობრებო და მსვენელებო, ის რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით, ეს არის ის მომენტი, როდესაც ყველაფერი მიდის კულმინაციამდე, იმისთვის რომ დაინგრეს. და ისმაილ პერესი ამბობს, რომ ეს უნდა დაინგრეს იმისთვის, ძველი ყველაფერი უნდა დაინგრეს იმისთვის, რომ მის ადგილზე ახალი მოვიდეს. ჩვენ ვახვალდებით გადატვირთვას. აი, გადატვირთვა რა მხრივ? ჩვენ ხო ვაკეთებ ტელეფონების გადატვირთვას, როდესაც ჭედავს ინტერნეტი. ხო და მე ახალი მე კარგად მუშაობს ტელეფონი. ჭედვა ეხსნება, ხო? აი ამდაგვარად ჩვენ ვახვალდებით გადატვირთვას, მაგრამ ეს არ იქნებაო დიქტატურული გადატვირთვა. ეს იქნებაო სისტემა ცენტრალური ბანკის გლობალური სისტემის შეცვლა. ჩვენ ვახვალდებით ოქროს სტანდარტს, კევესის სისტემას, ასე რომ თქვენგანო ვინც ხართო განწყობილი პოზიტიური დროის ხაზზე და არ გეშინიათო, ცხოვრობთო ახლანდელი დროით და იკავებთო სიხშირეს, მაღალ ვიბრაციებს, თქვენ გესმით, რომ ქმნით და ინარჩუნებთ პოზიტიურ დროის ხაზს, ამ აღმავლობის პოზიტიურ დროის ხაზს. ამიტომ მეც არ ვიხლები იმის ლაპარაკით, რომ იყავით პოზიტიურად განწყობილები. ჩვენ აი ზოგჯერ ალბათ ბევრს გაგიჩნდებათ კითხვა და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ შეგვიძლია ელემენტარული რამ გავაკეთოთ და ამ ელემენტარული რაღაცით დავეხმაროთ დედამიწას და ჩვენ მომავალს. ვიყოთ განწყობილი პოზიტიურად, ვიყოთ განწყობილი დადებითად, გავიღიმოთ სხვებსაც არა, მე არ ვამბობ, რომ ახლა არიან ენერგეტიკული ვამპირები, რომლებსაც უყვართ ადამიანების ნერვების მოშლა. ტოქსიკური ხალხიც არსებობს, ხო? ასეთ ხალხს თავი არიდეთ შეძლების გვარად. თუ ოჯახის წევრები არ არიან, ოჯახის წევრებს თავს ვერ არიდეთ, მაგრამ შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციას არიდოთ თავი. წყენა არ ჩაიდოთ გულში. მე არ ვამბობ, რომ ადამიანს ავიწყდება წყენა. ჩვენ ვერ დავივიწყებთ ვერაფერს, ჩვენ ყველაფერი გვახსოვს, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენ უნდა გაუშვათ. და როდესაც ჩვენ ვნით, როდესაც ჩვენ ვართ პოზიტიურ ნოტაზე და თავს ვარიდებ შეძლების გვარად კონფლიქტებს, მე არ ვამბობ, რომ კონფლიქტური სიტუაციები არ უნდა არსებობდეს, უბრალოდ არსებობდეს, მით არსებობს კონფლიქტური სიტუაციები ოჯახში, სამეზობლოშიც, შეძლების გვარად და თუ თქვენ მაგალითად მაინდამაინც მოხდით ამ კონფლიქტური სიტუაციაში და თქვენც მოხვდათ ამ ნეგატიური ადამიანისაგან, ხო ყოველთვის ვერ ავარიდებ თავს, ხო? და თქვენ მოხდათ ნეგატიური ის არის ამ ნეგატიური ადამიანისაგან და გედგინათ გული, ეს კი რაღაც მომენტში შეიძლება გედგინათ გული, ან გული მოგივიდათ, ბრასი, ნუ რასაკვირველია, ხა ჩვენ რკინის ნერვები ხომ არ გვაქვს. მეც ბევრჯერ აღმოჩენილ ვარ ასეთ სიტუაციაში, მაგალითად ჩემი ძველი ხაზეიკა შეეძლო ისეთი რაღაცა ეთქვა, გული მომდიოდა, მაგრამ მე ვცდილობდი, მე ვისწავლე ამ ჩემი ემოციების გაკონტროლება. არ ვამბობ, რომ გული არ უნდა მოიყვანოთ. მოგივათ გული, როგორ არა, გულიც დაგწყებათ, გეწყინებათ. მაგრამ ეს დაამუშავოთ უნდა ეს ნეგატიური მომენტი და გააგრძელოთ პოზიტიურად ცხოვრება. всё.
ხომ არის მაგალითად ზოგჯერ საკვები ყველა საკვები ერთნაირად არ მოქმედებს ადამიანზე ზოგი საკვებზე ალერგია გვაქვს ხო ან ზოგი ძიმედ გადასატანია მაგალითად ასაკთან ერთად ბევრი საკვები ძალიან ძიმე დასამშვებელია მაგალითად ჩვენი კუჭით ასევეა ურთიერთობა სიტყვები მე არ ვამბობ რომ კი თუ ოჯახში ვართ ოჯახიდან ხომ გავიქცევით ხო უბრალოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მე ადრე გარბოდი პრობლემებს გაურბოდი მე მივხვდი რომ გაქცევა კი არ იყო თავარი ამ პრობლემის გადაჭრის გზა არა მე ვისწავლე პრობლემაზე თვალებში შემეხედა მაგრამ გვიან მივხვდი ამას უნდა ვისწავლოთ ადგილზე პრობლემების გადაჭრა შეიძლება თქვათ რასაკვირველია ხომ გესმით ჩემი და ის ვინც ამ გზას ადგანა კვებავს პოზიტიურ დროის ხაზს ხომ გესმით ჩემი მე რას გეუბნები თქვენ წყავთ თქვენი საქციელით ნეგატიური ან პოზიტიური საქციელით წყავთ დროის ხაზს ჩვენზეა დამოკიდებული ისმალ პერესი ამბობს ხო 8 აპრილი ყოფილა როდესაც ეს ვიდეო ჩაწერა დღეს არის 8 აპრილი და ჩვენ ჯერ კიდევ მივდივართო პოზიტიური დროის ხაზით ეს არნიშნავს რომ არ უნდა იყო მზად არაო საჭირო მაგალითად დიდი ხნის მარაგი გაიკეთო უბრალოდ უნდა იყო მზად ყოველთვის უნდა იცოდეთ რომ მალე ჩვენ აღმოვობას გავივლითო რომ აქტივირდებია ჩვენი სუპერ ადამიანური უნარები ჩვენ უნდა დავჩეთ მიწაზე და რეალობასთან უნდა შევინარჩუნოთ კავშირი უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისთვისო ჩვენ მე საუბრობ იმაზე რომ ჩვენ უნდა ვიყოთო მორალურად მზად სულიერად მზად და ხოლმე მაგაზე კი არ ვამბობ რომ კი რაღაც ორი კვირის საკვები და წყალი უნდა გქონდესო მაინცო ახლა მერწუნეთ საერთოდ ბევრ დიასახლის წესად აქვს მარაგი გაიკეთოს საკვების ხო და იყოს ის მარაგი იქ რა იცი ან ეგ წვიმებია გვალვა მაგალითად ვინც ქალაქში ცხოვრობს მაგი არ იკეთებს ბევრი არ იკეთებს მარას ყიდულობს იმას რაც ჭირდება მაგათ 1 კილო შაქარი ან 1-2 პური და ასე შემდეგ მარაგი უნდა ქონდეს მაინც რაღაცის რომ რაღაც მომენტში რომ გადახვიდე დაუშვა საკითხებზე შერი არ მოხდე ხო კიდევ ახალი ამბავი რა მაგდროინდელი ახალი ამბავი თურმე იყო მცდელობა ტრამპი მოეკლათ ნამდვილი ტრამპი დონალდ ტრამპზე მიუმართიათ ენერგეტიკული იარაღი რომელმაც გამოიწვია ინსულტი მაგრამ მე არ საუბრობ იმ ტრამპზე რომელიც იმალება ეს ნამდვილი ტრამპი არ ყოფილა ნამდვილი ტრამპი იმალება და ეს ტრამპი რომელიც ახლა თეთრ სახლშია და ნამდვილი ტრამპის როლს ასრულებს ორეულს გულისხმობ ორეულის მოკლა უცდია და მას მიმართეს ენერგეტიკული იარაღი და მას დაემართა ინსულტი
კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს ტრამპი, რომელიც თეთრ სახლში ახლა იმყოფება, ის არის ერთ-ერთი კლონებისაგან. მანამდე ეს არის უკვე მესამე კლონი თურმე თეთრ სახლში რომაა და ტელევიზორით რომ გამოდის. პირველი ორი კლონი მოუკლიათ. ეს დარჩა მესამე კლონი. ესე იგი სამი კლონი ყოლია ტრამპს. ხო ხედავთ? პირველი ორი კლონი მოუკლიათ. და ამიტომ შეინარჩუნეს ეს მესამე კლონი. სამედიცინო დახმარება გაუწიეს, დაემართა ინსულტი და ეტყობა გამოიყვანენ ინსულტიდან. რადგან მეტი კლონი არ ყავთ, იცით რა, მინდა შეგახსენოთ, რომ კლონები კიდე სხვადასხვანაირები არსებობს. არის ქმნიან ისეთ კლონებს, რომლებიც მოკლე ვადით სჭირდებათ. ქმნიან ისეთ კლონებს, რომლებიც დიდი ვადით სჭირდებათ. ესე იგი, კლონებს ქმნიან სხვადასხვა ამოცანებით. იქედა გამომდინარე თუ რა უნდა და რამდენ ხანს უნდა არსებობდეს ეს ბიოლოგიური სკაფანდრი. ხელოვნური სინთეტიკური ვძახმე მაგას. კლონები ყველა სინთეტიკურები არიან. და ეს იბრძოლეს იმისთვის, რომ ეს მესამე კლონი შენარჩუნებინა, რადგან მეტი კლონი მათ არ ყავდა და ნამდვილი ტრამპი იმალება. ის უბრალოდ დგას პოზზე. ნამდვილი ტრამპი კი ახლა იმყოფება მიწისქვეშა ბუნკერში, რომლის განლაგებაზე არავინ იცის. ის ტრამპი, რომელიც ახლა პოზზეა, იყო მესამე კლონი და მას მოხდა ეს ენერგეტიკული იარაღი. და მე მეკითხებიანო ხოლმე, ნამდვილი ტრამპი მთებში არ იმალებაო? მთებიდან მთებში ახლა ნამდვილი ტრამპი არ არისო, არ იმყოფებაო. ახლა ის იმყოფებაო სხვა ადგილას. მიდაო გაიგოთ, ამბობს ისვანპრესი, რომ იყო რამდენიმე ტრამპი, მსახიობები, ორეულები, კლონები. ერთ-ერთი მათგანი არისო ნეგატიური ტრამპი, რომელიც შექმნესო სიღრმისეული სახელმწიფოს ადამიანებმა და ეს ნეგატიური ტრამპი არისო სიმაღლით 175 სანტიმეტრი. უფრო ჩავსკნილია ვიდრე ეს ტრამპი. და ეს ტრამპი არის სიმაღლით 193 სანტიმეტრი. კლონი არის სიმაღლით 180, კლონი სიმაღლე არის 193 სანტიმეტრი იმ კლონისა, რომელიც ახლა თეთრ სახლშია. და ნეგატიური ტრამპის სიმაღლე არის 1.74 სანტიმეტრი. და ნამდვილი ტრამპის სიმაღლე არის 190 სანტიმეტრი. ამიტომ ჩვენ უნდა გავიგოთ თუ რა ხდება. ეს არის უბრალოდ შოუ. ეს არის ფინალური ისტორია, რომელიც თამაშდება ეპოქების ცვლილების წინ. რა ხდება ახლა? ის რომ რაც ეხება პროექტს ცისფერი მთვარე, ამ ჩრდილოეთის სახელმწიფოს გეგმაში შედიოდა უცხოპლანეტელების შემოჭრის ინსცენირება გოლოგრაფიული ტექნოლოგიების მეშვეობით. ისინი გამოიყენებდნენ თავის მფრინავ ობიექტებს და დააბრალებდნენ უცხოპლანეტელებს, რომ შემდეგ დაემკვიდრებიათ სოფლიო მართლობა. მაგრამ ეს მათი გეგმა ჩაიფუშა, ეს გეგმა გაუქმდა, ვიდა ახსნა ის მომენტიო, ამბობს ისვანპრესი, რომ ხალხს დღემდე სჯერათო უცხოპლანეტელების შემოჭრაზე. ინსცენიროვა მთვარეზე დასხდომის იყო პროექტის ცისფერი მთვარის ნაწილი.
ხო, ასე გონიათ, მაგრამ ეს მასი არ არის. ხალხი დღემდე ლაპარაკობს პროექტზე ცისფერი მთვარე, ისე თითქოს და ეს მართლა არსებობს, მასზე მოქმედებენ. საერთოდ რატო ვაქცევთ ჩვენ ამ პროექტს ასეთ ყურადღებას? აზროვნება, წმენა და ცნობიერება ქმნიან. არანაირი პროექტი ცისფერი მთვარისა არ იქნება და რომც იყოს მცდელობა ეს ბოლო რუკა, ბოლო კარტი გამოიტანონ და გაითამაშონ, არაფერი გამოვაო. ჯერ ერთი მათ არაფერი გამოუვათ, რადგან ბევრმა ხალხმა გაიგო პროექტზე ცისფერი მთვარე. ისინი უბრალოდ იტყოდნენ, ეს ფეიკია, ეს ხომალდები ეკუთვნის ჩვენ მთავრობას. ეს იქნებოდა აჯანყება, რადგან ბევრმა იცის ამის შესახებ. მეორე არგუმენტი, რომ ეს ყველაფერი არ მოხდება იმისა, რომ თქვენ მე რაც გითხარით galaktikuri alliance's მოქცევაზე, რამდენჯერმე იყო ნათქვამი, რომ ისინი შეცდებიან თავისი ბოლო კოზები გამოაჩინონ, როგორც თქვა ურნერ ფონ ბრაუნმა სიკვდილის წინ, ის რომ galaktikuri ძალები ჩაერევიან და ბოლოს დაუსვამენ ამ პროექტ ცისფერ სხივს. მთვარე, ცისფერი მთვარი კი არა, ცისფერი სხივი. შეეშ რომელი არ ვიცი, კაი, რა მნიშვნელობა. ხო, ცისფერი სხივი ყოფილა, მთვარი კი არა. პროექტი ცისფერი სხივი. მოსინჯონო, რაც გააკეთებენო, შეერევაო galaktikuri alliance. galaktikuri alliance არ მიცემს საშუალებას რამე მოახდინონ შავმა ძალებმა, ბნელმა ძალებმა არ მიცემს. ჩვენ არაფერზე არ ვინერვიულოთ უნდა. ახლა პერესი გადავიდა კითხვა-პასუხებზე, ნახოთ ვინ ასეთი შეკითხვა დაუსვეს. ვინ მიხედავსო ჩვილ ბავშვებს და უფრო წლის 2 წლის 3 პატარა ბავშვებს ვინ მიხედავსო, როდესაც იქნებაო სიბნელი 3 დღე. პერესი პასუხობს, რომ ყველა ხალხს დინამდის იქნება ამ 3 ბნელი დღის განმავლობაში. ასე რომ ბავშვებსაც შეუძლიათო ტრანსფორმირება განიცადონო თავის galaktikuri სხეულებში. ხალხი ამბობსო, მე ჩვენო არ ვენდობითო ვენს. ის გამოდის ჯონი კენედის უმცროსის სახელით. ბევრი ამბობს, რომ მას ვერ ენდობიან. ხო, ამაზე ჩვენ გავიგებთ, როდესაც დაიწყება დაპატიმრებები. აი მე ეს გვარები არ ვიცი. საერთოდ არ უყურებ ამერიკის პოლიტიკაში რა ხდება, საერთოდ პოლიტიკას არ უყურებ, მე არ უსმენ. ხო, კითხულობენ, რომ კითხვა ასეთი, რომ შეეძლოთ მესამე ტრამპის მოცილება, რომელიც ისევე არის ესე იგი რომელიც ცვლის ნამდვილ ტრამპს, რომლის ადგილმდებარეობა არ იციან. ვიღაც ვენს ვინ არის, ვენსი არ ვიცი. კარგი, მოდით გავაგრძელოთ ახლა მე კიდე. ხო,
ის მას ეკითხებიან ბრძოლა ხელოვნური ინტელექტის და ჩვენ შორის მოხდება, როდესაც ჩვენ გადავართ მე-4 განზომილებაშიო. არა, პერესი პასუხობს, რომ ბრძოლა ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ არ მოხდება, სანამ 1000 წელი არ გავა და სანამ დროის ხაზები ისევ არ შეეწყვება ერთმანეთს. ხომ, ესე იგი, თურმე ირანში ირანში კარიბჭეები რომ არის განლაგებული, ეს არის ნომერ 10 კარიბჭე, მაგრამ მისი სახელი მე არ ვიცოდი. ამ კარიბჭეს სახელწოდება, ყველა კარიბჭეს ქონია თავთავისი სახელწოდება და ამ კარიბჭეს, რომელიც არის განლაგებული ირანში, უწოდებენ აბადონ. მაგრამ კიდევ 2 კარიბჭე დარჩა, რომელიც უნდა დაიბრუნოს მიწერმალიანსმა. სულ არსებობს 12 კარიბჭე. და რომლებაც, როდესაც დაიბრუნებენ ამ 2 კარიბჭეს, აქტივირდება დედამიწის კარიბჭე. ეს არის ეგრეთ წოდებული კრისტალური ცოცხალი ველი, რომელიც აძლევს საშუალებას დედამიწას ფუნქციონირებდეს რამდენიმე განზომილებაში. სხვა სიტყვებით როუსი. თუ შეკითხვა დაუსვეს ისმაილ პერეს, თუ ყალბი ტრამპი მოხდება, ან იქნება მოკლული, რატომ არ გამოჩნდება ნამდვილი ტრამპი? ისმაილ პერესი პასუხობს, იმიტომ რომ ნამდვილი ტრამპი არის მიზანი და ის ძალიან კარგად უნდა დაიცვა ბოლომდე, სანამ ჩვენ არ მივალ ბოლომდე. ალბათ ვიღაცამ მკითხა მე-5 განზომილებაში როგორი ამინდი იქნებაო. მე-5 განზომილება ეს არის თუ იდეალური ამინდი, იქ არც ძალიან სიცხე იქნება, არც ძალიან ცხელოდის იქნება და არც ციოდის იქნება. უბრალოდ მთელი წელი იქნება იდეალური ამინდი. შემდეგი შეკითხვა. ერთი ქალბატონი ეუბნება, რომ სულ გზნობოთ ჩემ თავს დაღლილად. მედიტირებაც კი არ შემიძლიაო. ვცდილობო, მაგრამ არ გამომდითო, რას მირჩევდითო. ისმაილ პერესი ეუბნება, რომ 30-40 წუთის მეტი მედიტირება არ ჭირდებათო. დაიწყეთო 5 წუთით. 5 წუთი გამოყავითო თქვენთვის. შემდეგ 10 წუთამდე აიყვანეთო. არ უნდა აიძულოთ თქვენი თავი იშდეთო 30-40 წუთის განმავლობაში. უბრალოდ დაიწყეთო 5 წუთი. სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ მედიტაცია ნიშნავს, აი თქვენ თავთან როგიდათ მარტო დარჩენა და უბრალოდ ფიქრი გინდათ განმარტოვდეთ თქვენ თავთან, ესეც მედიტაცია სხვათა შორის. წიგნის წაკითხვაც მედიტაცია. შეკითხვა. გალაქტიკური ფედერაციის ჩარევით ჩვენ გადავავთ მე-5 განზომილებაში იმაზე ადრე, ვიდრე იყო მოსალოდნელი, ხო? პერესი პასუხობს, დიახ, მაგენი იმიტომ ელევიანო ჩვენ საქმეში, რომ ჩვენ გაგვიადილონო გადასვლა. და გადასვლა როდის იქნება, ეს მე ზუსტად არ ვიციო. ვიცი მხოლოდ ის, რომ შეიძლება ამ წელს დაიწყოს, შეიძლება მომავალ წელსო. იმიტომ რომ 2028 წლისთვის ჩვენი დედამიწა იქნება სულ სხვა სამყარო. კარგი, მე ამით დავასრულე ეს ვიდეო, ძალიან საინტერესო იყო. მე ვთვლი, რომ საინტერესო იყო, არ ვიცი თქვენ მოგეწონება თუ არა. მე მგონი უნდა მოგეწონოთ. აპრილის ინფორმაცია, თუმცა ძალიან საინტერესო ინფორმაცია. მაშ დროებით. მადლობა ყურადღებისთვის.